Prokuratura am dromde არასაჯაროებს უწყებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ვინაობას, თუმცა უკვე ყოფილმა პროკურორებმა შაქრო ზაალიშვილმა და თენგიზ ხარებავამ მოამბესთან სატელეფონო საუბარში დაადასტურეს, რომ საგამოძიებო უწყება დატოვეს. Გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ საგამოძიებო უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები ვაზაგაშვილის საქმეს უკავშირდება. Თუმცა მთავარი პროკურატურა ამას უარყოფს და აცხადებს, რომ პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც 2006 წელს აქტიურად იყვნენ ჩართული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის პირვანდელ გამოძიებაში, პროკურატურაში დიდი ხანი აღარ მუშაობენ. და ლევან კვატაშიძე განავრცობს თემას ახლა მოამბის ღია ეთერში. ლევან, როგორც ვიცი, უკვე ესაუბრე შენ ყოფილ პროკურორებს, რასაც ხადებენ ისინი შენთან საუბარში და ასევე როგორია პოლიტიკოსების შეფასებები ამ საკითხზე. პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ყველა იმ პირმა უნდა დატოვოს დროულად დაკავებული თანამდებობა, ვისაც წლების განმავლობაში ჰქონდათ რაიმე სახის შეხება ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პროცესთან, რაც შეეხება უკვე ყოფილ პროკურორებს, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, მათ ნამდვილად დაადასტურეს ჩვენთან ოფიციალურად ინფორმაცია, რომ დატოვეს საგამოძიებო უწყება პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე და აქვე ისინი აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან და ასევე მისი შვილის გამოძიების პროცესთან. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამჯერად უკვე ყოფილ პროკურორთან შაქრო ზაალიშვილთან. ეს არის პროკურორი, რომელიც იყო არაერთი გახმაურებული საქმის წარმომადგენელი სასამართლოში. ის ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გუშინ მიიღო ამ პროკურორმა პირადად გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. აქვე აცხადებს, რომ მას არანაირი სახის შემხებლობა არ ჰქონდა წლების განმავლობაში ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პროცესთან. აღნიშნავს, რომ ჰქონდა მხოლოდ 4 თვიანი კავშირი, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მას არ მიუღია არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება. შეგვიძლია მოვისმინოთ ის სატელეფონო კომენტარები, რომელიც ჩვენ ყოფილ პროკურორებთან ჩავწერეთ. Seçular თითქოს ვინმე ზეთოლას ახდენს გამოძიებაზე, თითქოს ვინმე ამ გამოძიებაში შეერევა. აი ამის გამო პატივეთ საზოგადოებას და ამიტომ გადავდექი თანამდებობიდან. მე ამ საქმესთან დაკავშირებით სულ 4 დღე ვიყავი ამ საქმეში პროკურორი. არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღია. გარდა იმ გადაწყვეტილებისა, სწორი გადაწყვეტილებისა, რაც იყო პოლიციის მუშაკების მიმართ საქმის გამოყოფა. პირადი განცხადების საფუძველზე წავავეთ სამსახურიდან დარონებში. რის საფუძველზე დატოვეთ თანამდებობა და უკავშირდება თუ არა ეს ვაზაგაშვილის საქმეს? ცხადებაო, ხო გეუბნებით, ბატონო, ამას განმარტება უნდა, რახან პირადია, ესა კი პირადი განცხადების საფუძველზე წავავეთ. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ კი მანამდე დატოვებდნენ დაკავებულ თანამდებობებს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე პროკურატურის წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვისაც წლების განმავლობაში ჰქონდა რაიმე სახის კავშირი ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პროცესთან, მათ მიაჩნიათ, რომ იური ვაზაგაშვილის სიცოცხლეს ასე ტრაგიკულად არ დაასრულებდა. რაც შეეხება ოჯახის ადვოკატს, რომელიც ჩართული არის ამ გამოძიების პროცესში, მას მიაჩნია, რომ დროულად გამოიკვეთება და დატოვებენ თანამდებობებს ის პირები, ვისაც ჰქონდა კავშირი, რადგან უკვე სახეზე არის ადვოკატის შეფასებით, რომ ეტაპობრივად მიმდინარეობს პროკურატურიდან ამ პირების სამსახურიდან წასვლა. სამწუხარო არის ის, რომ დღეს ხდება ამ თანამდებობის პირთა მხრიდან დატოვება სამსახურებრივი მდგომარეობის, ეს რომ ადრე ყოფილიყო გამოძიება, რომ უფრო დროულად გამოეძიებინა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე, თუმცა გაათვალისწინებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, ალბათ ეს შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული. ბატონი იური სამჯერ არის შენახვედრი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და დღევანდელ მთავარ პროკურორს და ის სამ საკითხებს სვამდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამიტომაც მე არ მაქვს პასუხი, რატო იყო საჭირო 2 წელი და 3 თვე სიტუაციის ამ მომენტამდე მოყვანისათვის. მთავარი პროკურორთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მაქვს, ისევე როგორც პროკურატურის მაღალჩინოსნებთან, დღევანდელ მაღალჩინოსნებთან. რატო დატოვა ხარებავა თავის დროზე არჩილ კბილაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდა, ბევრი რამ მის შესახებ პირადად ჩემგან იცოდა, თუმცა ოდესმე ამ კითხვას დაუსვათ, შეგიძლიათ კითხათ, რომ რატომ დარჩა ხარებავა, რომელმაც გააყალბა მერაბ ქათამაძისთვის იარაღის ჩაგდების საქმე, მაგალითად, იქნებ გაგვცეს ამაზე პასუხი. ის რომ პროკურატურაში მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები და არის თუ არა მიმდინარე პროცესი გარკვეულწილად კავშირში ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პროცესთან, ეს ინფორმაცია პირველად გაავრცელა სწორედ აიპრესმა და სწორედ მათივე ინფორმაციით შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურაში გარდა ამ ორი პროკურორისა თანამდებობები დატოვეს ასევე საგამოძიებო უწყების სხვა წარმომადგენლებმაც, თუმცა მთავარი პროკურატურა ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას თუ რამდენმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე. მადლობა ლევან კვატაშიძე საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.